ჭადრაკის თამაშს არის ძალიან ბევრი რამე, სტრატეგია, ნიჭი, გონება, კომბინაციების გათვლა, იქ 1000 კომბინაციებია, უჯის განთავისუფლების კომბინაციები, გატყუების კომბინაციები, შეტყუების კომბინაციები, პატის კომბინაციები, რა ვიცი, 22 კომბინაცია, რომელსაც ჩვენ ვასწავლით პირდაპირ არის წიგნები. 27 სპორტული სკოლის ბაზაზე ახალი სექცია გაიხსნა. ჭადრაკის ჯგუფმა ფუნქციონირება იანვრის თვიდან დაიწყო. სპორტის ამ სახეობას 20 მოსწავლე, მათ შორის 5 გოგონა და 15 ვაჟი ეუფლება. ჭადრაკის სექცია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მოსწავლებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ერთდროულად უტარდებათ. სპეციალური წიგნებია მაგის. სწავლობენ პირველ რიგში დებიუტებს, შუა თამაშებს და დაბოლოებებს. ჩვენ ზოგადად დაბოლოებებს ვიწყებთ, ერთშვილები ქვია მაგას. ჩემთვის ეს სპორტი ძალიან კარგია, ტვინის აზროვნოა, მოუწოდებ ყველა ადამიანს, ყველა ბავშვს, რომ იაროს ჭადრაკზე, აუცილებელია ეს და გამოადგებათ მათ ცხოვრებაში. ჭადრაკის თამაშის ტექნიკას მოსწავლეებს სერტიფიცირებული მწვრთნელი პეტრე ჯაჯანიძე ასწავლის, რომელიც თავად სპორტის ამ სახეობას 5 წლის ასაკიდან ეუფლება. იგი ამავდროულად ჭადრაკში პირველი თანრიგოსანი და ქალაქის პირველობის მრავალგზის პრიზიორია. ჭადრაკის სექციის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირებში წარმატებით მონაწილეობენ. მე-10 კლასის მოსწავლეა დიმიტრი ხახიშვილი, რომელიც დღეს უკვე პირველ თანრიგოსანია. ჩემ დონეზეა კაცი უკვე ეს პირველ თანრიგი მეტი აწყვი არ მაქვს. ხო და მაგრამ საჩხერეში მეორე ადგილზე გამოვიდა. ჩემპიონიც მოუგო სხვათა შორის იქ პირველ თანრიგოსანი გახდა ჩემპიონი თბილისელი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ჭიათურაში ჩატარდა ეს სამთავრობო კომბინატის პირველობა, იქაც პირველ ადგილზე გამოვიდა და წავიდა თბილისში 7 თამაშიდან მოაგროვა 5 ქულა, წაუგებლად ჩაატარა ტურნირი და სრულიად დამსახურებულად მიენიჭა პირველი თანრიგი. ახლა ორი გაფრინდაშვილი, ლევანი და გიორგი. შესანიშნავი ბიჭები არიან და მე მაგალითად დღეს ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მეორე თანრიგის ნორმატივს აუცილებლად ჩააბარեն. სპორტის ეს სახეობა ჭიათურაში 50-იანი წლებიდან არსებობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ჭადრაკის წრე აღარ ფუნქციონირებდა. პირველი ჭიათურის პირველობა ჩატარდა 1958 წელს. მე ვიყავი მაშინ მე-5 კლასში. და დავდიოდი ცნობილი ექიმების ოჯახიდან, თვითონ მამამისის ექიმი იყო, თვალის ექიმი მიხეილ მიხეილიძე, ტარსაიძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი. სხვათა შორის მაშინ გაიმარჯვა ბიბინეიშვილმა, მეორე ადგილზე გამოვიდა რეზო ფხალაძე, ცნობილი შემდეგ ოსტატი გახდა ის. მესამეზე გამოვიდა თვითონ ტარსაიძე, ოსტატობის კანდიდატი იყო, მაგრამ ამათ მოუგეს თავისმა მოსწავლეებმა, ასე რომ ვთქვათ, და მეოთხეზე გამოვიდა გრიშა ბარელაძე, რომელიც ამჟამად 80 წლის არის და ჩემი არ იყოს მრავალგზის პრიზიორია, ქალაქის და ჩემპიონობა არ გვეღირს არც მე და არც გრიშა ბარელაძეს. ჭადრაკის სექციაში დაგეგმილია მოსწავლეებს შორის პირველობა ჩატარდეს. პირველობაში გამარჯვებული მოსწავლეებით ჭადრაკის გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც შემდგომ მონაწილეობას მიიღებს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებზე. 27 სპორტულ სკოლაში უკვე 13 სექცია ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობას ეუფლებიან.